მოგესალმებით შუადღემშვიდობის. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. ეს პროტესტის 73 დღე არის, პრინციპში ორ თვიან მას მიაღწიეთ, გადაწყდა უკვე ერთი დღე. და მზია ამაღლობელის შიმშილობის 18 დღე არის, არის სოლიდარობა მხარდაჭერა მინდა გამოუცხადო ამ ადამიანს და გამძლეობა პირველ რიგში, იმიტომ რომ სხვა მოწოდებებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ მისი გადასაწყვეტია თუ როგორ მოიქცევა და სოლიდარული ვარ მის ყველა ნაბიჯზე ამ მიმართულებით. ერთადერთი გამოსავალი აქედან ის, რომ ეს ადამიანი გამოუშვან საპყრობილიდან, როგორც არაერთხელ ვახსენეთ უკვე ამ ეთერში, მისი წინასწარი პატიმრობის შეფარდება არის აბსოლუტურად ყველანაირი ლოგიკას მოკლებული და ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული, რომ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ საერთოდ დაკავებული რატო არის, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი წინასწარი პატიმრობა არ ჯდება არანაირ სამართლებრივ, იმიტომ რომ ვერანაირ ზემოქმედებას ის მოწმეებზე ვერ მოახდენს, ვერანაირ მტკიცებულებას ის ვერ გააქროს და არანაირ მიმალვის საფრთხე არ არსებობს და ის მაინც რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ გამოკეტოს ციხეში. და ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე, აი ამ კონკრეტულ დღეს, 18 დღეს შიმშილობის თავზე, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველაფერს უკანონო დაკავებას და აბსურდულ ბრალდებებს რომ თავი დავანებოთ და საზოგადოება, ექიმები მოითხოვენ იმას, რომ ჩაუტარდეს მას კვლევა, ჩაუტარდეს მონიტორინგი და ყველა კვლევის შედეგი, ასე ვთქვათ, გააცნონ საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი და ეს არის მათი ვალდებულება. ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, რომ საზოგადოებას აცნოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მონიტორინგი და მისი პასუხები. ამას ითხოვენ, ამის უფლება საზოგადოებას აქვს და სამწუხაროდ პასუხი არ არის ამაზე და ეს კიდევ ერთხელ ამოწმებს იმას, რომ ისინი არ აპირებენ არაფერზე აბსოლუტურად არც ერთი ნაბიჯის გადადგმას, არც ერთ დათმობაზე წასვლას, ისინი მზად არიან, რომ ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწიროს ამ ყველაფერს და ეს იმას ნიშნავს, რომ დიქტატურა და ტირანია რაღაცნაირად ცდილობს, ასე ვთქვათ, რომ არ დათმოს პოზიციები, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის. კი და ასევე უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელიც ასევე შიმშილობს 12 დღე არის, თემურ ქათამაძე 12 დღეა შიმშილობს, ის ბათუმში დააკავეს, მე დროში ადამიანი იყო, მას დროშა ეჭირა ხელში და უკვე 12 დღეა შიმშილობს, ესეც არ ვიცი ფართო საზოგადოებისთვის რამდენად ცნობილია, მაგრამ მინდოდა რომ ესეც მეთქვა. სანამ უშუალოდ გადავალთ ჩვენ თემაზე, ორი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ თუ რა ხდება ჩვენ სამეზობლოში და რუსეთის ეგრეთ წოდებულ მოკავშირეებთან ქვეყანაში, სლოვაკეთში, სერბეთში, ორივეგან არ არის სტაბილური სიტუაცია, განსაკუთრებით ეხლა ვნახეთ, რომ ვუჩიჩი, რომელიც გამოვიდა და არ გამორიცხა სლოვაკეთში რიგარეში არჩევნები აპრილის თვეში, სერბეთში ბოდიში, არ გამორიცხა რიგარეში არჩევნები აპრილის თვეში, ასევე ფიცოსაც არ აქვს კარგი მდგომარეობა თავის ქვეყანაში, რაღაცა ზღვარზე არის იმისა, რომ შეიძლება დაეშალოს უმრავლესობა. ამავდროულად ჩვენი მეზობელი სომხეთი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას აფორმებს და აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას იწყებს და ამით აქედან შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ რუსეთის, ასე ვთქვათ, ბრწყალებში მოკავშირეები სუსტებიან რეგიონში და ჩვენც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება თუ როგორ ვიქცევით და ზოგადად რა პროცესების მონაწილეები ვართ, როგორც ქვეყანა და ამაზე მინდა ვისაუბროთ დღეს. ჩვენი ნაბიჯები კიდევ უფრო მკვეთრი და ეფექტური უნდა გახდეს. კი და მიმოვიხილოთ მინდა ეს ორი თვე, რომელიც გავიარეთ ყველამ ერთად და კიდე ამ ბრძოლაში ვიმყოფებით ახლაც. გიორგი ბუტიკაშვილი არის დღეს ჩვენთან სტუმრად, კოალიცია ცვლილებიდან და ბექა კობახიძე, ისტორიკოსი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. გიორგი, ძალიან მოგვენატრე და მიხარია რომ ჩვენ სტუდიაში ხართ დღეს და ვფიქრობ რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა და ხო 73 დღე არის დღეს, ასე ვთქვათ, უწყვეტი აქციების საკმაოდ მწვავე ფაზაში ვართ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიზისული სიტუაციებიც არის შექმნილი და მოდი შევაფასოთ, გადავხედოთ რა გავიარეთ, რას მივაღწიეთ, რა დაგვრჩა გასაკეთებელი და როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, საკმაოდ რთული ბრძოლა და საკმაოდ ესეთ კრიტიკულ ფაზაში ვიმყოფებით, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ეკონომიკური კრიზისიც ემატება და რაღაცნაირად უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, მატულობს ტემპერატურა. მოგესალმებით, მესამე მაყურებელს, მე ძალიან მომენატრა ეს სტუდია, ჩვენ ერთი წლის მანძილზე საუბრობდით რუსულ ტყუილზე და რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, რომელიც საზოგადოებას ვაფრთხილებდით სიმართლე გითხრათ იმ ამბებზე, რაც დღეს ვუყურებთ.
ჩვენ ყოველთვის გქონდა იმის საშუალება, რომ მიგვეწოდებინა რეალური ამბავი, რაც ხდებოდა ქვეყანაში და როგორ მოახერხა ივანიშვილის ხელისუფლებამ 12 წლის მანძილზე საზოგადოება ისე გაეხუჭა მარტივ მომრავლებად, რომ დღეს სწორედ ის კითხვები ჩდება, რა კითხვებსაც მაშინ ვსვავდით ჩვენ. ამისთვის მზაობა ოპოზიციას მაშინაც ჰქონდა და ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო თავისუფლად სამართლიან გარემოში, უბრალოდ არავის არ წარმოედგინა თავის დროზე, რომ ამ მასშტაბის გაყალბება მოხდებოდა. რუსული სპეცოპერაცია, რაც ქალბატონმა სალომემ უწოდა, ცალსახა იყო და გამოიკვეთა ფრუსტრაციაც მოყვა ამ ყველაფერს და ის გზა, როცა ჩვენ დავიწყეთ არჩევნების შემდეგ 26 ოქტომბრის შემდეგ, არ იყო მარტივი, მაგრამ ამისთვის შემზადებული იყო ოპოზიციის ბევრი წევრი, მაგრამ არ იყო შემზადებული საზოგადოება. საზოგადოება სჯეროდა, რომ ოპოზიცია იგებდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ოპოზიციას ამის თუ არ გჯერა, რაღაცის თუ არ გჯერა, ის არ ხდება. შესაბამისად ფრუსტრაცია იყო თავიდან ძალიან დიდი და ამ ფრუსტრაციაზე რეაგირება ოპოზიციის მხრიდან და ზოგადად სამოქალაქო სექტორის მხრიდან იყო ერთგვარად შენელებული, იმიტომ რომ მათთვისაც რთული იყო აეხსნათ ის რუსული სპეცოპერაცია, რაც რუსეთმა ჩაატარა საქართველოში და რუსული სპეცოპერაციის გამოძიება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ამას დაჭირდა დრო, მაგრამ ცალსახა იყო ეგზიტ პოლებიდან და იმ კვლევებიდან, რასაც ჩვენ ვეცნობოდით, რომ ეს შედეგი არ უნდა დამდგარიყო, თუ როგორ მოახერხეს, მერე უკვე ეს მოხდა არასამთავრობო სექტორის და იმ დამკვირვებლების დახმარებით, რომელიც ასევე ოპოზიციას ყავდა, ის სქემის აწყობა, როგორ მოხდა ხმების მოპარვა ერთი და რა სქემას იყენებდნენ ელექტრონული კარუსელების, ხო? ჩვენ რაღაცა დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პროტესტში გადასtildeიყო. და ამ პროტესტის დასაწყებად მივმართეთ ჩვენს ლეგიტიმურ გზას, რაც იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო ჩვენ მანდატებზე თქვით უარი. მანდატებზე ჩვენმა პარტიამ იყო როგორც პირველი მეტროშე, ან ეს არ არის რაღაცა თვითქება, უბრალოდ ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ უნდა მოხდეს, რაც მოხდა 20-20 წელს. ვაცხადებთ უარს მანდატებს, რომელიც სხვათა შორის დღემდე არ დაუკმაყოფილებიათ ჩვენი მოთხოვნა და გთხოვენ ანტიკორუფციული, გთხოვს, რომ თანამდებობრივი დეკლარაციები შევავსოთ, რაც არის სრული აბსურდი. ამის შემდეგ იწყება აქციები, აქაც ჩვენ ვცადეთ უკვე კოორდინირებულ დანარჩენ პარტიებთან, რომ ქონოდა ჩაგვეტარებინა პროტესტი, გაგვეკეთებინა, გამოგვეხატა, რომელიც არ იყო ისეთი, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. ანუ ხალხში კიდევ იყო ბევრი კითხვა, თუ როგორ მოხდა არჩევნების გაყალბება. იმისთვის, რომ ის ჩვენ დაგვერწმუნებინა, რომ აი ამ ფორმით გაყალბდა, სინამდვილეში ძალიან მარტივი არის, ხო? 300.000 ხმაზე არის საუბარი. როგორ მოხდა გაყალბება, ხო? 300.000 ხმა ის შეიძლება დიდად გვეჩვენება, ამდენი როგორ მოიპარეს, მაგრამ 3,030 უბანი იყო, რომელიც ასევე გაზარდეს სწორედ ამ არჩევნების დროს. თვითონ უბანზე 100 ხმა იყო საჭირო. 100 ხმისთვის მათ 10 ადამიანი ჭირდებოდათ, უბრალოდ რომ თვითონ უბანზე გაეყალბებინათ. თბილისში შეიძლება ნაკლებად დაჭირდათ, რეგიონებში 200-300%-ით მეტი გამოიყენეს, ხო? და ამას დადასტურებული იყო გამოძიებებიც გვარსებობს, ხო? ანუ ძალიან მარტივი იყო ის სქემა, რაც მათ გამოიყენეს. გიორგი, დიდი ბოდიში შეგაწყვეტინებ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ საზოგადოებას ხშირად აქვს ეს შეკითხვა და მე რაღაცნაირად თავს თვლი ვალდებულად, რომ ეს შეკითხვა გავაჟღერო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაყალბებაზე და ამის საშიშროებაზე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, სანამ არჩევნები დაიწყებოდა და მრავალი, ასე ვთქვათ, მხარე და კუთხე განვიხილეთ ამ გაყალბების. როგორ ფიქრობთ, რამდენად შემზადებული იყო ოპოზიცია ამისთვის და რატო არ შეიძლებოდა ვთქვათ თავიდანვე გაეთვალათ თუნდაც ის რომ ის ქაღალდზე ის ლაქა შეიძლება უკან აღმოჩენილიყო. აი შეიძლება პატარა ტექნიკური მომენტია, მაგრამ ეს შეკითხვები იბადება საზოგადოებაში. ჩვენ ვიცოდით, თავარი რატომ არ შეიძლებოდა ამის შემოწმება და განგაშის ატეხვა, იმიტომ რომ ფურცელი შემოწმებული იყო და სხვა. ერთი კვირის წინ შეცვალეს, ერთი კვირით ადრე შეცვალეს ფურცელი. ანუ ჩვენ რაც მარკერიც, ფურცელიც, ანუ ჩვენ რაც გაგვაცნეს ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, რომელიც უნდა დაკვირვებოდა არჩევნებს, იქ იყო სხვა ფურცელი, სხვა მარკერი და სხვა ზომა ამ ფურცელს. მარკერიც იყო Smartmatic-ის, რომელიც ბრენდიც იყო უშუალოდ ხმისთვლელი აპარატები, ვისგანაც შეისყიდეს მარკერების შემოწმების დროს ეგეთი იყო, მაგრამ უშუალოდ უბნებზე ის მარკერები აღარ. ეს შეცვალეს, ანუ ჩვენ აღმოვაჩინეთ უკვე უშუალოდ არჩევნების დღეს. არჩევნების დღეს დადგა საკითხი. ჩვენ ამაზე ვიყვირებდით, თუ გაჩერდებოდა. ანუ უკვე თქვენ აღმოაჩინეთ, სანამ დაიწყებოდა კენჭი, ანუ სანამ უკვე ამოქმედებოდა მე 26-ში პირველივე არჩევნებში ვინც მისცა ხმა და ვინც მივედით და ვინც მივიდა, პირველი დაისვა ეს კითხვა, რატომ ჩანს, რატომ არის მარკერი ესე და რატომ არის ფურცელი მოკლე. მაგრამ მანდ არის ორი საკითხი, ანუ ჩვენ თუ დავიწყებდით იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი ჩანს, არჩევნები ჩაიშლებოდა, ვერ ჩაიშლებოდა.
მაგრამ რას გამოიწვევდა შიშ საზოგადოებაში, რომელიც არ გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ხო იყო კამპანია, რომ ხალხი უნდა მიგვეყანა არჩევნებზე, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა არჩევნებზე, მით ნაკლები შანსი ქონდა ქართულ ოცნებას მოგებით. ან ჩვენ თუ წინასწარ შევაჩინებდით ადამიანებს და ვეტყოდით, რომ თუ ყველა შენი ხმა, რომელიც ფარული უნდა ყოფილიყო, არ არის ფარული, რა გონიათ ის ადამიანები, რომ მივიდოდნენ ადგილზე, ვის შემოხაზავდნენ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მანამდე დაშინების კამპანია მათ ჰქონდათ უზარმაზარი. ესეც გათვლილი იყო, ფიქრობ? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გათვლილი იყო, მათ დაგეგმეს. უბრალოდ ის რომ ჩვენ მალევე სადღაც ერთ კვირაში უკვე სქემა გავშიფრეთ და დავდეთ, სწორედ მაგან გამოიწვია, რომ ჩვენ საკმარისი რაოდენობის ადამიანები ყავდა იქ არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომ ის ინფორმაცია ამოვიღეთ, გავშიფრეთ და დავდეთ. ამას მოყვა ის, რომ ქალბატონი სალომე გამოვიდა და არ აღიარა არჩევნები, ლეგიტიმური მაშინდელი პრეზიდენტი და თქვა, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, არასამართლიანი და არასამართლებრივ გარემოში ჩატარებული და დანარჩენი არც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ აღიარა, არც ერთმა ქვეყანამ საერთაშორისო ჩვენ პარტნიორმა არ აღიარა. ანუ ეს არ ვიცი, თავის არ ხდება, მარტო ქუჩაში არ ხდება, ხო? მივაწოდეთ ინფორმაცია და მათ ნახეს ეს ინფორმაცია. ასევე EUTOS დასკვნა, რომელიც მალევე დაიდო, შეიცავდა ძალიან ბევრ კრიტიკულ პუნქტს. EUTOS დასკვნა, რომელიც ბოლოს გამოქვეყნდა, იყო ასევე ცალსახად ახსნილი და ის უამრავი ვიდეო, რომელიც ჰქონდა უკვე მოპოვებული ზუსტად არჩევნების დღეს, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება. მასშტაბი 300,000 ხმა არის ბევრი, მაგრამ როგორც თქვი, გავყოთ 3030 უბანზე, თითო უბანზე 100 ხმა კარუსელისთვის 10 ადამიანი იყო საჭირო და ამაზე იყო საუბარი და ადამიანი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ 20,000 ხმა გააკეთა მარტო თვითონ და მისმა ჯგუფმა გორში. ან ამაზე მე მგონი კითხვა არ უნდა არსებობდეს არანაირი. და მე იწყება უკვე აქციები პოლიტიკური პარტიებისგან დაორგანიზებული, რომელიც სხვადასხვა დღეს ჩემი ის არის პროცესი არის ქუჩის გადაკეტვის 500 ლარი დამეჯარიმებენ. რა თქმა უნდა არ მივდივარ. როდესაც გადავკეტეთ დავხარჯე დრო მაგაში ტყუილა. ხო, მომირჩევნია ხალხს ველაპარაკოთ, ვიდრე იქ ველაპარაკო, რა ვიცი, კედელს, აზრი არ აქვს იმათ ველაპარაკოს არაფერს, იმიტომ რომ სამართალი არ არის, ისინი ბუღალტრები არიან ივანიშვილის, რომელიც უბრალოდ აღწერენ რაღაცას, რაც ივანიშვილს სჭირდება. მე დაიწყო აქციები და ეს ამ აქციების ფონზე აქეთ სამოქალაქო სექტორი, რომელიც ერთობლივად მუშაობს, უკვე დაპატიმრებული ადამიანების ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ოპოზიცია, რომელიც ერთადერთად მუშაობს არაღიარების პოლიტიკაზე, არაღიარების პოლიტიკა არ ხდება თავისით, ის რომ გარეთ ქუჩაში ხალხია გამოსული 100,000-ობით, ამიტომ არ არის არაღიარების პოლიტიკა, არაღიარების პოლიტიკა მოაქვს სწორ კომუნიკაციას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან. სწორი კომუნიკაციის განმახორციელებელი ვერ იქნება ქუჩაში ადამიანი, არიან მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომელთაც მანამდე ჰქონდათ ურთიერთობები ამ ადამიანებთან. ზო ყველაზე დიდი ხმა და ჭახი ხმა მაინც ქუჩიდან ისმის, რამაც საბოლოო ჯამში ამ პროტესტს რავი მისცა და მომენტუმი. ჩვენ თავიდან დასავლელი პარტნიორები გვეუბნებოდნენ, თუ ხალხი არ აღიარებს, მაშინ რატომ ვერ ხედავთ ქუჩაში ბევრ ადამიანს. ბევრი ადამიანი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი 28-ში ჩვენი ისტორიული ევროპაში ინტეგრაციის საკითხი დამთავრებულია, დასრულებულია. ანუ ხალხი გამოვიდა სამშობლოს დასაცავად. ანუ ის გაჩნდა უკვე მომენტი, რომ ხალხს აქვს საბრძოლი. მანამდე ხალხის კითხვა იყო, როგორ გაჩნდა, როგორ მოიპარეს არჩევნები, მართლა ხომ არ მოიგო, ანუ ამას დაჭირდა დრო, მაგრამ ამან მოიტანა ის, რომ კობახიძე გათამამდა და გამოაცხადა ის, რაც 12 წლის მანძილზე უნდა და სინამდვილეში ქართულ ოცნებას გამოეცხადებინა და ვერ აცხადებდა. ბექაპ, შენ მინდა გკითხო აუცილებლად, რაღაც პოლიტიკურ ჭრილში მიმოვიხილეთ ახლა ეს მიმდინარე პროტესტი და საინტერესოა ისტორიკოსის თვალით დანახული ეს ყველაფერი და მეტნაკლებ კი ვიცი, რომ მაინც ჩახედული ხარ პოლიტიკურ რაღაცეებში საკმაოდ, მაგრამ მაინც რაღაცა ადამიანი, რომელიც პროცესებს გარედანაც კარგად აკვირდება. ასევე EUTOS-ში მუშაობდა ბევრი ხანი. და ხო, აი საინტერესოა შენი შეფასება მორთვიანი პროცესის მთლიანი ანატომია მოუყვეთ ასე. რა პატარ-პატარა გამარჯვებები გვაქვს საზოგადოებას, ესეც მინდა რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გამარჯვებები არის და ამაზე ხშირად უნდა ვისაუბროთ, რაც არ უნდა პატარა იყოს, იმიტომ რომ ეს რაღაცა სტიმულს გვაძლევს, რომ გავაგრძელოთ. მე გადავიდეთ უკვე მე რა წარმოგვიდგენია შემდეგ პროცესის განვითარება. ძალიან დიდი პროცესის ნაწილი არის, რაც აქ ხდება. თვითონ ქართული ოცნების, როგორც პრორუსული ძალის არსებობაც დიდი პროცესის ნაწილი არის, ხო აი სანდრო ახსენე სლოვაკეთში, სერბეთში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ვიცით, თქვა აი ცენტრალურ აზიაში, ყირგიზეთში რა გააკეთა, რუსეთმა იქ ავტორიტარიზმი გაფორმდა, ეს რუსული კანონი მიიღეს. და არა ეს აი თელამ
რასაც თვითონ ეძახინეს ბლიჟნია ზარუბეჟი, ანუ ახლო საზღვარგარეთი, აი ამას უნდა მოხვიოს ხელი, ასე რომ ვთქვათ, ამ უკრაინის ომის კონტექსტში და უკრაინის დარეგულირების საკითხში რაღაც უნდა რომ დაიტოვოს თავისთვის, იქ სომხეთში რევოლუციის მცდელობა ჰქონდა, რომელიც არ შედგა. აი ამ პროცესის ნაწილი ვართ რა და ჩვენ შედარება რო გავაკეთოთ, ხო? მაგალითად, აი ყირგიზეთი ვახსენეთ წეგადნა. ყირგიზეთში არავინ არ გამოვიდა, არაფერი არ მოხდა. დამყარდა ძალიან მშვიდად წყნარად დიქტატურა, ეს რუსული კანონიც მიიღეს და არავის არ გახსენებია არც დასავლეთში, არც აღმოსავლეთში ეს ამბავი. მეორე მხრივ აქეთ გვაქვს ევროპა, ხო, სადაც სერბეთში, სლოვაკეთში ხალხი გამოდის, იქით უკრაინელები იბრძვიან და ჩვენ ვართ აი ამისი ნაწილი. რომ ანუ იმ ხალხის და იმ ერების და სახელმწიფოების ნაწილი, რომელიც იბრძვის და რომელიც ესე სხვარივით არ შეეგუება ავტორიტარულ რეჟიმის დამყარებას და რუსულ კოლონიალიზმში დაბრუნებას. ანუ ეს არის თვითონ როგორც იდენტობის თვალსაზრისით ეს პროტესტი და ეს საზოგადოება მართლა ევროპული არის, აი აგერ თვალნათელი მაგალითი ვახსენე, რა ხდება აღმოსავლეთში და რა ხდება დასავლურ სამყაროში. ამიტომ ჩვენი პროტესტის წარმატებისთვის დამიჯერეთ, რომ ანუ აი ამ სლოვაკების, სერბების და ბევრად უფრო მეტად კიდე უკრაინელების და მოლდოველების წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ორი თვის მანძილზე რომ გავეხმაუროთ თუ რა წარმატებები და გამარჯვებები ჰქონდა ძალიან ბევრი. აი გეორგიმ აღნიშნა ვითარება 26 ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების დღიდან, ვიდრე 28 ნოემბრამდე, ეს აი თვეზე მეტი. სრული აპათიური გარემო იყო ქვეყანაში და ირაკლი ყობახიძემ ახლა გათამამდა თავს ისეთი რაღაც უფლება მისცა, ანუ საბოლოოდ გადაჭრა ეს ბოლო ძაფი, ასე რომ ვთქვათ, ევროპასთან კავშირისა, ეს იყო გამოწვეული, ანუ ამან თავის უფლება მისცა, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება ფაქტობრივად რაღაცა, ქუჩაში ხალხი არ გამოდის, ვერ გამოდის, ოპოზიციას ლანძღავს, ოპოზიციის შიგნით დაძაბულობა, რაღაც აი ესეთი მძიმე მდგომარეობა არის. რა ვითარება გვაქვს 28 ნოემბრის შემდეგ. 28 ნოემბერს ძნელად დაიჯერებდა ვინმე რომ ერთ თვეში პირადად ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა სოფლის ყველა დიდი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული, ხო? ჩვენ ახლა უმრავლესობა პარლამენტის წევრების, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ლიდერშიპი, ანუ გაუსვლელები არიან, ანუ ვერ გავლენ ვერსად, ფიზიკურად ვერსად ვერ წავლენ, ხალხი მაგნიტსკის სიაში არის შეყვანილი. და ეს როგორ არის, რომ ეს ორმხრივი პროცესი არის, რა რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ იქნება ადგილობრივი პროტესტის გარეშე, ანუ თუ თქვათ შენ თავს დაარქმევ ყირგიზეთს და იტყვი რომ ნუ ეს ნორმაა ჩემთვის რა, ანუ ეს ამას აკეთებენ, არავინ ახლა შენ გამო და შენი გულისთვის თავს არ მოიკლავს, ანუ შენ თვითონ არ უნდა პოზიციონირებდე როგორც ყირგიზეთი. ხო და ამ საზოგადოებამ ეს არ გააკეთა და მეორე მხრივ ამ საზოგადოებას სჭირდება რაღაცა იმედი, შეგულიანება, რომ მე რო აგვთ გავარ დღეს, ამას რაღაცა აზრი და მნიშვნელობა აქვს და ამ საზოგადოებისთვის აი ეს სანქციები და იზოლაცია, რაც ქართული ოცნების თავზე წამოვიდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ არის, რომ უკვე 62 დღე არის მეორე. 63 დღე. ხო, 63 დღე არის ეს პროტესტი არის უწყვეტი. ახლა ეს რომ თქვათ, ჩვენ აი ისტორიკოსობა ახსენე სანდრო და როგორც ისტორიკოსი ესე გავიხსენებ, რომ კი ჩვენ რაღაცა ძალიან სახელოვანი წინაპრები და სერიოზული დამფუძნებელი მამები ყოლიან და ეგ თერგდალეული უპრეცედენტო შემთხვევა. პირველი რესპუბლიკა 80-იანი წლები გამათავისუფლებელი მოძრაობა, მაგრამ აი ასეთი კოალიცია მე არ მომწონს პოლიტიკურ კოალიციას. მე გულისხმობს საზოგადოებრივ კოალიციას, ხო, ანუ ადამიანების თანხმობა, სადაც რაღაც უკიდურესი ლიბერალი, უკიდურესი კონსერვატორი, უკიდურესი მემარცხენე და მემარჯვენე ერთად დგანან, პარტიები, რომლებსაც შეიძლება ხშირად არ უყვართ ერთმანეთი, დგანან და რაზე ვთანხმდებით რა? ანუ ღირებულებითად ვთანხმდებით ორ რაღაცაზე, რომ
არ გვინდა რუსეთში დაბრუნება და რასაც შევერჩიოთ 34 წელი არის თავისუფლებებს შევერჩიოთ ამა თუ იმ ფორმით ხო რომ რაღაცა ტელევიზიაში რომ ლაპარაკი შეგვიძლია რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება გქონდეს და ბევრი სხვა რამ რომ ესე იგი არ შეიძლება რომ დაგვიჭირონ იმიტომ რომ სხვა აზრი გვაქვს ხო ამ რაღაცაზე ღირებულებით თანხმდებით და პრაქტიკული პოლიტიკური იმპლიკაცია დღეს არის რომ არჩევნები გვინდა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამაზე თანხმდებით ყველა, ხო? ამის იქ შეიძლება ათასწლეულობა იყოს, რაც ძალიან კარგიც არის, ხო? ანუ ჯანმრთელი საზოგადოების დამახასიათებელი არის, დემოკრატიული საზოგადოების დამახასიათებელი არის, რომ ბევრ რამეზე არის სხვადასხვა აზრი, მაგრამ აი ამაზე თანხმდებით და ეს არის უდიდესი კოალიცია 100,000-ობით ადამიანი არის, ხო? ამ კოალიციაში ახლა თქვენ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობთ, არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ხო? იქ ესე რომ ვთქვათ, აი ფაქტობრივად ყველა ოჯახში შევიდნენ ესენი, ყველა ოჯახში შევიდნენ, ანუ ზოგთან ჯარში იყო ვიღაც გასაწვევი. ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით ყველა ოჯახში შევიდნენ, განსაკუთრებით თვალსაჩინო არის ეს რეგიონებში. რეგიონებში და ოპოზიციურ არჩევნებში. ზოგი პრობაციონერი არის, ზოგი მეტადონის პროგრამაში არის. რაცა სამედიცინო დახმარება სჭირდება. ზოგ სამედიცინო დახმარება სჭირდება. 700,000-მდე სოციალურ დახმარებაზე არის ადამიანის სიპები, აიპები, მოკლედ მთელი ქვეყანა დაფარული ქონდა და ამ ყველაფრის მერე რომ ამდენი რაღაცა მილიონამდე ადამიანი რომ ესე იგი ოპოზიციას აზრავს ხმას და ამ პროტესტში არის ჩართული ეს არის სასწაული რა რომ ანუ ახლა აქ რა საუბარია არის იმაზე რომ მეტი რატომ არა და ეს რომ არის ამ გარემოში ეს არის სასწაული ხო ასეთ წნეხს რომ საზოგადოებამ გაუძლოს ეს ძალიან დიდი რაღაცაა ხო და ესე იგი თან ჩვენ არ გქონიას კოალიცია ხო თქვით მაგრამ ამავე დროს განგზობიტობის თვალსაზრისით არ გქონია აი ეს რაღაცა ორთვეზე მეტი ყოველდღე ქუჩაში ადამიანები იყვნენ ესეთი რაღაცა ახლა 80-იან წლებში არ ყოფილა არასდროს არ ყოფილა და რაოდენობა ადამიანები გუშინ იყოს ერთ-ერთი დიდი აქცია რაც ყოფილა თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ხალხი იყო გუშინ და 62 დღე იყო პროტესტის ანუ ორი თვის თავია ანუ ეს არის უპრეცედენტო ამბავი არის რა ანუ კაფიო შიდა არა ლეგიტიმაცია არის რაც არის ასე რომ ვთქვათ ტრიგერი წამახალისებელი საერთაშორისო იზოლაციის და არალეგიტიმაციის მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ეუთო ახსენაძე გიორგიმ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ეუთოს დასკვნა ესეთი კვახე არ იქნებოდა პროტესტის გარეშე და ასამბლეასაც მინდა გამოვეხმაურო და ავხსნათ ზუსტად ის მოთხოვნები რაც ოცნებას წაუყენეს რამდენად მნიშვნელოვანია და რა ძალა აქვს ამ განცხადებას თუ ამ მოთხოვნას ზოგადად ესეც საინტერესოა და ის წარმატებებს როცა საუბრობთ ან რა გამარჯვებები მოვიპოვეთ გამარჯვება რაც მეკამ ახსენა ეგ არის რომ პროტესტი 73 დღე არის გრძელდება გამარჯვება არის ის რომ არ აღიარების პოლიტიკა ქართულ ოცნებას არ აღიარებს და მის პრეზიდენტს არ აღიარებს არავინ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გარდა დიქტატურული სახელმწიფოებისა ეს გამარჯვება არის გამარჯვება ისიც რომ ევროკავშირმა დაუწეს გაუუქმა დიპლომატიური პასპორტები და იმ ადამიანებს ვინც ქართულ ოცნებაში არიან დასავლეთი ევროკავშირი აღარ ხედავს როგორც მნიშვნელოვან ადამიანებს რომელმაც უნდა წარმოადგინონ ქვეყანა და ამიტომ ქონდათ ეს პასპორტები ან ეს პასპორტები აღარ აქვთ მათ და იმისთვის რომ იქ წავიდნენ საქმიანად ჭირდებათ ვიზა აიღონ ამიტომ ეს არის ნაბიჯი რომელიც გადაიდგა სანქციები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ევროპისგან, ბრიტანეთის სანქციები რომელიც გზაში არის, ანუ ეს არის გამარჯვებები, რაც მივახციეთ, რითაც ის პროტესტი დგას, სადაც დგას და ის რომ ქართულ ოცნება ყოველდღე ახალ პროპაგანდისტულ მესიჯებს იფიქრებს, რომ რამენაირად შეინარჩუნონ თავისი რაღაცა შეაწებონ თავისი ამომრჩევლები და თავისი ხალხი. ეს არის ჩვენი გამარჯვება. ჩვენ ნუ დავიჯერებთ იმას, რომ ქართული ოცნება არ ირყევა და მათ პრობლემები არ აქვთ, ისინი აჩვენებენ თითქოს ამას, მაგრამ ყველა მათი განცხადება არის ფრუსტრაციის შედეგი და ის ფრუსტრაციის შედეგი იყო სწორედ ევროსაბჭოში, რაც მოხდა. იმიტომ რომ წულუკიანის სიტყვით გამოსვლა იქ ყველაზე სუსტი რაც მას ოდესმე ქონია, ან მას აღარ ამაგრებს არანაირად ზურგს
ვეღარ უმაგრებს, ანუ ის არ იყო დამაჯერებელი იმ საუბრაში, იმიტომ რომ იმდენად ღია არის ფაქტები, რასაც ჩვენ უყურებთ, ის ძალადობა, რასაც სახელმწიფო ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების წინ, ამის გამართლება ვეღარ მოუძებნა წულუკიანმა და სწორედ ეს იყო იმისი მანიშნებელი, რომ ჩვენმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ძალიან კარგად იმუშავა იმისთვის, რომ შეეჩერებინათ უფლებამოსილება ქართული ოცნების დელეგაციისთვის. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს, რომ ევროსაბჭოსაც აქვს პრობლემა ქართულ ოცნებასთან. შეჩერებულია იქამდე, აპრილამდე, ეს არის ასევე მნიშვნელოვანი დათქმა. ქართულ ოცნებას ეუბნებიან, რომ თქვენ ან ჩაატარებთ ახალ არჩევნებს, გაათავისუფლეთ პოლიტიკურ პატიმრებს, ან არა ამ უფლებამოსილებას, რომელიც აპრილის ბოლომდე მოგეწ, ამასაც შეგიჩერებთ. ანუ ეს არის ისტორიაში მსგავსი რამე არ მომხდარა ევროსაბჭოში, რომ გაწევრიანებულიყო საქართველო, არ ვიცი, მთელი ამბავი იყო და ზეიმი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების. ხო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ანუ ქართულმა ოცნებამ ეგეც მოახერხა, რომ იქიდან აგდებენ და დათქმებს უწესებენ, როგორც გამოაკეთეს რუსეთი და აზერბაიჯანი, ხო მათ შორის? აზერბაიჯანს შეუჩეხა რუსეთი, ჩაიხსნა და აზერბაიჯანს. ანუ რარიგში ვართ, რა ხალხში ვართ. ხო და იმიტომ რომ ხალხი აპროტესტებს ჯერ კიდევ აი ამ ბრძოლაში ვართ, მაგიტო არის რომ აპრილამდე მისცეს, თორემ თანახმა იყო, იმაზე რომ შეეჩერებინა. ყველაზე ხშირად ძალიან ხშირად მეკითხებიან მას და მესმის ეს კითხვა, მაგრამ სანამ გადმოვალთ ისე თქვენთან ბოდიშს მოგიხდით, უნდა ჩავრთოთ ნინა მაჩაბელი ლოკომოტივის სტადიონთან იმყოფება, როგორც ვთქვით, ირაკლი კობახიძე მივიდა და ჟურნალისტები მივიდნენ მასთან დასალაპარაკებლად ზიამაღლებელთან დაკავშირებით. ნინა, მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით ფეხბურთის ფედერაციაში ვიმყოფებით, იქ სადაც არალეგიტიმური პრემიერი ხდება ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. ახლა თქვენ ხედავთ სურათს, რა ხდება შესასვლელში. ჩვენ ჟურნალისტები, რომლებსაც გვაქვს მიკროფონი და კამერა, შემოგვიშვეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა არალეგიტიმური პრემიერი ხდება ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, მაგრამ ჩვენი კოლეგები, რომლებიც ასევე სპეციალური პრესკარტით არიან მოსულები, მათ არ უშვებენ შიგნით, განსაკუთრებული მობილიზება კი არის გარეთ და ფაქტობრივად ერთგვარ კლეტკებში არიან მზია ამაღლობელის მსგავსად მოქცეულები, ასევე მზიას მეგობრები და კოლეგები. გელა შველი არის აქ, მე მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. გელა აი ასე შეძახილებით ცდილობენ გააგონონ ირაკლი კობახიძეს მათი სათქმელი. ნინო ზურიაშვილია რას ნიშნავს აი ეს ზღვარი ფაქტობრივად კლეტკებში მოგახსოვს, მაგრამ ეს შიში არის ხელისუფლების. ჩვენ აი ასეთი ტიპის ჯებირებს ყველგან გადავლახავთ ამიერიდან. ჩვენ უკან დასახევი არ დაგვიტოვეს. 18 დღე არის შიმშილობს ჩვენი კოლეგა, აბსოლუტურად უდანაშაულო და ცილის წამებით და რაღაც საშინელი შეურაცხყოფილი ადამიანი მის მიმართ არანაირი, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმე უნდა დაწყებულიყო დგებუაძის მიმართ. ვერ ვიგებთ დაიწყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში როგორ ვითარდება ეს პროცესი, ჩვენ ამას არავინ არ გვაგებინებს, მასალების ამოღება გვინდა, საქმის კურსში არ გვაყენებენ და ადამიანი სიკვდილის პირისპირ დგას და ვითხოვთ რომ პროკურატურა მიმართოს, რასაჭიროა წინასწარი პატიმრობა, პროკურატურა მიმართოს, არ მიმართავს. სწორედ ამიტომ ამ გულსიუ სასტიკ ხელისუფლებას, რომელმაც ომი გამოგვიცხადა, გვინდა რომ პირდაპირ გავაგებინოთ ჩვენი მესიჯები. ჩვენი თავარი მესიჯი არის თავისუფლება მზიას და თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს. თავისუფლება მზიას ასე უნდათ რომ გააგებინონ ირაკლი კობახიძეს ის სათქმელი, რაც უკვე 2 კვირა ეს ადამიანები აჟღერებენ, ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეცვლას გირაოთი ან სხვა ღონისძიებით, მაგრამ ამ დრომდე სისტემა არ ცდილობს პოზიციების შეცვლას და მზია ამაღლობელი რჩება საპრობილეში. ის 18 დღეა რაც შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. გელა მთიულიშვილი არის აქ და შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ. გელა, რას ნიშნავს აი ეს წინაღობა, რაც ჩვენ შორის არის? ჩვენ მეც ჟურნალისტი ვარ და შენ პრემიერად წოდებული მშიშარა დაცვით ხომ შევარდა რამდენიმე წამით შეგვასწრო შიგნით და მე
გამოვიდნენ და ჯაჭვით დაკეტეს ლოკომოტივის სტადიონის შესასვლელი კარი, რომ აი 5 ჟურნალისტი, 6 ჟურნალისტმა მოვასწარით, როგორც კი გავიგეთ და ისე ეშინიათ, რომ შესასვლელი ჭიშკარი ბოქლომით დაკეტეს. ჩვენ დავხვდებით მათ ყველგან ყოველთვის, ვიდრე მზია ამაღლობელი ჩვენი კოლეგა, რომელიც უკანონოდ ყავს დაპატიმრებული რუსულ რეჟიმს, არ იქნება თავისუფალი. ვიდრე სინდისის პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები, ვიდრე ეს ქვეყანა არ იქნება თავისუფალი. დღეს გმართავს რუსული რეჟიმი. წენანაც ვამბობდი და ვიმეორებ, 18 დღეა მე და ჩემი კოლეგები პროფესიულ საქმიანობას ვართ მოწყვეტილები. ფაქტობრივად ვეღარ მუშაობთ როგორც ჟურნალისტები. ეს ჩვენი არჩევანი არ არის, ეს გვაიძულა რუსულმა რეჟიმმა, ივანიშვილის დიქტატურამ. ყველაფერს გავაკეთებთ, პირობას ვდებთ, ვიდრე თავისუფლები ვართ. სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ, რომ ზია იყოს თავისუფალი, სინდისის პატიმრები იყვნენ თავისუფლები. 18 დღეა ჩვენი კოლეგა ციხეში შიმშილობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ორად ორი მოთხოვნა გვაქვს. გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან და პასუხისგებაში მიეცეს ბათუმის პოლიცმაისტერი ირაკლი დგებუაძე. არ შესრულდება ეს მოთხოვნები, ყველგან ვიქნებით და ყველგან დავხვდებით მათ. კი, ნამდვილად მთავარი მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, რომ ზია ამაღლობელი გამოვიდეს ციხიდან, აფხეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეიცვალოს, გირაოთი ან სხვა რაიმე მსუბუქი ღონისძიებით, მაგრამ ჯერჯერობით გარკვეული ნაბიჯები არ იგმება. მზია კი 18 დღე რაც შიმშილობს, ის არის სუსტად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დისკრესიაში გამომდინარე, რომ მას ქრონიკული დაავადება აქვს და ნებისმიერ წუთს შიმშილობა შეიძლება რომ იყოს ძალიან დამაზიანებელი მზიას ჯანმრთელობისთვის და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სიცოცხლეც შეიძლება ძალიან სევდიანად დასულდეს, ლეტალურად დასულდეს. ამაზე ყოველ განცხადებებს აკეთებენ მედიკოსები. სხვა ჟურნალისტებიც არიან აქ, რომლებსაც მე ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. ნინო, თქვენ კითხვები გაქვთ თუ არა ირაკლი კობახიძესთან და ის რაც ახლა აქ ხდება ჩვენს შორის არის ფაქტობრივად ღობე გაკეთებული, ჩვენ შემოგვიშვეს თავისუფლად, თქვენ არ გიშვებენ. რაზე მეტყოლებს ეს ყველაფერი? ქართულ ოცნებას ეშინია კრიტიკული მედიის და ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა. ჩვენ კითხვები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი პატიმრობიდან. ის როგორც იცით, 18 დღეა უკვე შიმშილობს და ეს არის უკვე კრიტიკული პერიოდი და გამორიცხულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა იყოს დამაკმაყოფილებელი და ის იყოს კარგად. ის არის უსაფუძვლოდ და უკანონოდ დაკავებული მხოლოდ იმიტომ, რომ არის კრიტიკული მედიის წარმომადგენელი და ქართული ოცნება ებრძვის თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში, ებრძვის მისდამი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მხოლოდ მათ სჯის, მხოლოდ მათ დევნის, მათ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასისხლიანებს, ძვლებს შეამტვრევს და არავის აქამდე არ მოსთხოვა პასუხი ამისათვის და ჩვენ ვხედავთ საპირისპიროდ უკვე 50-ზე მეტი ადამიანი არის სისხლის სამართლის წესით დაკავებული და მათ შორის არის მზია ამაღლობელი, რომელსაც არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული, ეს უკვე არაერთმა იურისტმა შეაფასა და მაინც ხელისუფლება მას არათავისუფლებს საპატიმროდან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული მზია ამაღლობელი. მადლობა, თქვენ უსმენდით მზია ამაღლობელის მეგობრებსა და კოლეგებს. მზია უკვე 18 დღეა რაც მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ ჟურნალისტები და ახლა მოსულები არიან არალეგიტიმურ პრემიერთან, რომელიც ხვდება ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. რასაკითხთან არის შეხვედრა, ეს არის ჩვენთვის უცნობი, ბუნებრივი ამ ღონისძიებას ჩვენ არ გავაშუქებთ, იმიტომ რომ ისინი არიან არალეგიტიმურები და ყველა მათი ქმედება არის ჩათვლილი როგორც არალეგიტიმურად და ბუნებრივია ჩვენ მისგან არანაირ პასუხებს არ ვითხოვთ ამ ღონისძიებისგან, მაგრამ დავუსვამთ კითხვებს მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, რატომ სჯიან ისინი მზია ამაღლობელს ასე სათანადოდ. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მადლობა. დიდი მადლობა, ეს ნინო მაჩაბელი იყო. აუცილებლად უნდა კითხოთ რაღაცნაირ ომი გამოაცხადა ოცნებამ და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ საზოგადოებას გამოუცხადა ომი და ამ ომში სამწუხაროდ ძალაც და უფლებაც მათ ხელში არის, რასაც უნდა იმას აკეთებენ და გეუბნებიან, რაც მინდა იმას გავაკეთებ. არ არსებობს კანონი, იმიტომ რომ ყველა კანონი მათი მოგონილია და ყველა კანონს ირგებენ როგორც უნდათ.
და აქეთ არის საზოგადოება, რომელსაც ხელში ერთადერთი რაც უჭირავს, ეს არის სიმართლე, მეტი არაფერი. სხვა იარაღი ამ ხალხს არ აქვს არანაირი. რა უნდა გავაკეთოთ? აი, ჩემთვის ახლა ყველა პატიმარი აბსოლუტურად თანაბრად მტკივა და აბსოლუტურად ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები, მაგრამ როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ამის, ასე ვთქვათ, საშიშროება იბადება, როდესაც 18 დღე ადამიანი წყლის გარდა არაფერს არ იღებს, რაღაცნაირად სხვა სიმძაფრე ეძლევა კიდე ამ და სხვა ტკივილი არის ჩემთან პირადად და ყველასთან ასეა დარწმუნებული ვარ. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ და აი როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ ერთი ჩვენი თანამემამული სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. პასუხი ამაზე არ არის. რა უნდა ვქნათ? ხო, როგორც სანდრომ თქვა, ხა ზეამაღლობელის გადაწყვეტილებაში თუნდაც რეკომენდაციის სახით ჩარევა არ არის გამართლება არც მორალურად არანაირად ვერ ვიტყვი რა, რომ ანუ იმ ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და როგორც სწორად შენიშნა სანდრო, ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ჩვენ მას მხარი უნდა დაუჭიროთ და აქ თავარია ის, რომ უნდა მოვითხოვოთ მისი გათავისუფლება. ეხლა გზა რა არის წინ. ჩვენ მიღწეულ შედეგებზე ვილაპარაკეთ, რა შედეგები ქონდა პროტესტს და რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ჩვენ, ხო? ანუ ამათ ანუ რისი გაკეთება უნდათ ბოლო 2 თვის მანძილზე და რა ვერ გააკეთეს. მაგალითად, რუსული კანონის ამოქმედება. რუსული კანონი ფაქტობრივად არ არის ამოქმედებული. საჯარო მოხელეების დასჯა, რაც გასაკეთებელი აქვს, ხო, იმიტომ რომ ასეულობით საჯარო მოხელემ გაათავისუფლეს. არა, კონტრაქტზე გადასულები გაათავისუფლეს, მაგრამ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში გადაყვანაზე გულისხმობ ხო? არა, სხვა რაღაცას ვამბობ, შეხედეთ, ეს კანონი გამოცვალეს და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები გადაიყვანეს, მაგრამ ესე იგი ხელი ამ პეტიციებს მოაწერა ასეულობით საჯარო მოხელემ და ისინი მასობრივად არიან დასასჯელები. ანუ კი ეს კონტრაქტზე გადაყვანილების, კონტრაქტზე მყოფი ადამიანების გათავისუფლებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ აი ეს საჯარო უწყებების მასობრივი წმენდის თავი ამათ ჯერ არ აქვს. ანუ პროტესტში მყოფი ადამიანების, ხო? იმიტომ რომ პროტესტი არის. ასევე უნივერსიტეტებზე შეტევა. პარლამენტის კვლევის ცენტრიც ლიკვიდირებულია, ხო ცუს, ეხა ხანს გააუქმეს პარლამენტის კვლევის ცენტრი. კი, ვიცი ეს ინფორმაცია. ასევე უნივერსიტეტებზე არის მასობრივი შეტევა და მოკლედ ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი ავტორიტარიზმის გასაფორმებლად, მაგრამ ამისი რესურსი ამ ეტაპზე ამათ არ აქვს. თუმცა ეს სტატუს-კვო მუდმივად ვერ გაგრძელდება, ანუ პროტესტი არის და არ შეწყდება, მაგრამ მეორე მხრივ იმისთვის, რომ მაგალითად პუტინ-ტრამპის მოლაპარაკებისთვის ივანიშვილს უკვე საქართველოს საკითხი დალაგებული ქონდეს ბჭყალებში რომ ვთქვათ და საქართველოს არ იყოს განხილვის თემა და საქართველოს უკვე აქეთა მხარეს იყოს, რუსეთის მხარეს იყოს გარანტირებულად, აი ეს ავტორიტარიზმი არის გასაფორმებელი, ეს ხალხი არის გასაჩუმებელი, აქციები არის სახში გასაშვები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს სტატუს-კვო არის მყიფე, დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუმცა აქ პრობლემა არის შემდეგი, მათი გადმოსახედიდან, ქართული ოცნების გადმოსახედიდან, რომ ყველა, ანუ ხა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ისეთი რადიკალური ქმედება მას ბოლო 1 თვეა არ ქონიათ, ხო? რაღაცა ესეთი მასობრივი არ ქონიათ, ინდივიდუალური დაჭერები იყო. რა თქმა უნდა. მაგრამ იმისთვის რომ ხლა ეს ინდივიდუალური დაჭერები არ შველის ამ თემებს რის გაკეთებაც მათ უნდათ, ხო? იმისთვის რომ ეს ავტორიტარული რეჟიმი გააფორმონ და თან შეზღუდულ დროში აი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ გარემო შეზღუდულ დროში სთხოვს მათ ამის გაკეთებას, მათ უნდა გადადგან ნაბიჯები. თუმცა ყველა შემდეგ ნაბიჯზე კრიზისი იქნება უფრო მწვავე, ვიდრე იყო წინა კრიზისი და ჩვენ თუ დავაკვირდებით ახალი კრიზისების აფეთქების პირველ დღეებში ყოველ ჯერზე ხდება საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზული წვრები, ანუ ეს სანქციების ახალი ეტაპები,
მოდის და ახლა მე განსაკუთრებით ველოდები მეგობარი აქც ამერიკიდან და შიგნით საზოგადოების ახალი სეგმენტები აი იმ დღეებში ჩამოეცლებიან ხოლმე ხელისუფლებას. არა რაღაცა სტატუს-კვო პირობებში, არამედ სერიოზული კრიზისების გაღრმავების პირობებში. აი ეს ახლა მაგალითად free business-ის ამბავი როცა ბიზნესი პირველად საქართველოს ისტორიაში უნდა დავაფიქსიროთ რა რომ ასევე გაფიცო რომელიც პირველად ბიზნესმა პირველად ანუ ასეთ ქვეყანაში 3000-მა ბიზნესი ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში როცა აი ნახევრად ავტორიტარული რეჟიმი ყავს ბიზნესს ჭირდება ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა და აი ესეთ პირობებში ამდენმა ბიზნესმა პროტესტზე მოაწერა ხელი. ეს არის წარმოუდგენელი, არასდროს არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ეს ხდება, ეს პროცესი დაიწყო აი იმ პირველ დღეებში, 28 ნოემბრის შემდეგ პირველ დღეებში დაიწყო ეს ამბავი, ხო? იგივე საჯარო მოხელეების ეს მასობრივი პროტესტი 6 ელჩი გადადგა, მინისტრის მოადგილე გადადგა. პროტესტის ნიშნად საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენ უწყებაში ასეულობით ადამიანმა მოაწერა ხელი. პროპაგანდისტული მედიიდანაც წამოვიდა ხალხი. ხო, ამიტომ ესეთ ყოველ ახალ კრიზისზე ესეთი სერიოზული ანუ მათ აკლდებათ მომხრეები და პროტესტს ემატება მომხრეები, მათი ლეგიტიმაცია უკან მიდის და ჩვენი მოთხოვნები უფრო მეტ ლეგიტიმაციას იძენს. ამიტომ ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორ გზაზე ვარ ჩვენ შეიძლება მესმის რა რომ ახლა ყველა ველოდებით რომ აი რა რიცხვში რა თარიღში ხვალ იქნება ზეგი იქნება გვითხარით ზაფხულის ბოლომდე გავზრდოთ გაზაფხულის ბოლომდე ესეთი რაღაცა არ არის ან ჩვენ ვებრძვით ძალიან სერიოზულ ძალას ანუ დრო დავიწყოთ ესენი არიან რუსეთის ზურგდა გამაგრებულების შიგნით დიდ ფულზე ზიანწა დიდ ფულზე 12 წელი შექმნეს სისტემა სრულად სანიტარია ეს შეკითხვაც რომ ისმება დრო რომ უნდა ადამიანს რომ დათქვას ესეც ფსიქოლოგიური მომენტი ყველა ადამიანს აინტერესებს რაღაცა სადამდე უნდა სპეკულაციებში ვერ შევალთ მაგრამ შეხვალ სპეკულაციებში ეს განწყობა არის მნიშვნელოვანი როცა ადამიანს დაუთქვა რომ აი ამ არ უნდა უთხრათ ჩვენ ადამიანებს რომ ამ გაზაფხულზე ჩვენ რაღაც ამას ვიზავთ იმას ვიზავთ აი ეს გაზაფხულზე დამთავრებიან მე შეიძლება მოვიდეს გაზაფხულის ბოლო არა და მე ეს ადამიანს ვეღარ გამოიყვან ქუჩაში. იმიტომ რომ იმედგაცრუებული ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ წლის ბოლომდე რომ დასჭირდეს ამას, წლის ბოლომდე ზაფხულამდე დასჭირდეს, ზაფხულამდე რამდენი ხანიც დასჭირდება, იმიტომ რომ ისეთ უბედურების წინაშე ვდგავართ, ისეთ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ არ არის რაღაცა ფასი, რომელიც არ შეიძლება არ გადავიხადოთ ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად და რა მოსატანი არის ის რომ უნდა პროტესტში ვიყოთ, ხო გასაგებია შეიძლება ყოველდღე ვერ ვიყოთ, კაცო და შეიძლება მეც ყოველდღე ვერ გავდიოდე, მაგრამ ვთქვათ კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ რაღაცა შევეცვლებით ერთმანეთს. ესეც მუშაობს ეს პროტესტი, თორე ხა ყველამ რომ ვიხულოთ და გამოვიდეთ, ხედავთ რამდენი არის ქალაქები, ქალაქის ქუჩები ვერ გვიტევს, ხო როცა ყველა გამოდის. გასაგებია, ანუ ნუ დავპანიკდებით. პროცესს შევხედოთ დინამიკაში 28 ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე 63 დღის განმავლობაში საწავედით, ანუ ვინ გაძლიერდა და ვინ დასუსტდა, ცალსახად ჩვენ გავძლიერდით და ისინი დასუსტდნენ, თუმცა მათ ჯერ კიდევ ბევრი ძალა აქვს, მაგრამ ვაცალოთ ამ პროცესს სულა, ისინი აუცილებლად დაუშვებენ შეცდომებს, იმიტომ რომ მათ მოეთხოვებათ ეს სტატუს-კვო შეცვალონ. ხო მათ აუცილებლობა უდგათ თუ ახლა ვერც უნივერსიტეტი დახურეს თუ მასობრივად ეს საჯარო მოხელეები ვერ დასაჯეს თუ რუსული კანონი ვერ ამოქმედეს თუ ვერაფერი ვერ გააკეთეს მაშინ რა ის ავტორიტარიზმი მყარდება ხო ვერ მყარდება ფაქტობრივად ესე იგი ეს ნაბიჯები მათ გადასატყმელი აქვს მოთმინებით დაველოდოთ ამ ყველაფერს გამოვიდეთ ხანდახან Facebook-იდან გამოვიდეთ და ესე რომ ვთქვათ აქ საღამოს რუსთაველზე ველაპარაკოთ ერთმანეთს და რა ვიცი იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი იმედი მომეცა. ხანდახან აპათია რო გიყვება. უნდა გახვიდე რუსთაველზე. რუსთაველზე უნდა გახვიდე და იმდენ კარგ ადამიანს. უნდა კითხოთ აუცილებლად. სხვა შორის ის რო ახსენეთ დროსთან დაკავშირებით ჯარში გქონდა ეგეთი გამოთქმა რომ ქართული ჯარისკაცი ირბენს რამდენიც შეუძლია და მე რამდენიც საჭიროა. ანუ ეგ არა ქართული ხალხი იდგება მანამ სანამ საჭიროა. არ შეიძლება ამაზე თარიღის გამოკიდება, იმიტომ რომ ეგ გამოიწვევს იმ ფრუსტრაციას, რაც ბექამ ახლა ისაუბრა. აი მე მაინტერესებს ორივესთან მექნება პრინციპში ეს შეკითხვა. აი რა რითი შეიძლება ეს
პროცესი გამდიდრდეს, კიდე სხვა რაღაც. მაგალითად, გუშინ გავრცელდა მაგისტრალების გადაკეტვის შესახებ ინფორმაცია სლოვაკეთში და რაღაც ჩვენ ჯგუფებშიც რაღაც აიტაცეს და ვნახეთ ეგრევე მამუკა მდინარეძის პოსტი, რომ რაღაცა გაბედეთ აბა ამის გაკეთება და ასე შემდეგ. ხო, ანუ რაღაცა არის, რადგან უკვე მოხდათ ყურში, ესე იგრძნოთ, რომ ეს მათთვის შეიძლება დამაზიანებელი იყოს. ასევე ვიღაც მაგათი ექსპერტები პატარა დონის იმის სტატუსის ნახე, რომ ეხლა თუ 52 ადამიანი ყავთ ციხეში, მე 500 კაცი დაგჭირდებათ, რომ გადაკეთდა 552 იქნებით და რაღაცა ეგეთი მუქარებით წამოვიდა. ფაქტია, რომ რაღაცა ყურში არ მოხდათ. როგორ ვფიქრობთ, რა შეიძლება, რითი შეიძლება ეს პროცესი გამდიდრდეს, კიდე რომ უფრო მეტი წნეხი დააწვეს რეჟიმს? მე დავიწყებ, მაშინ მე ვფიქრობ, რომ პროტესტს სხვადასხვა ფორმები არსებობს, სხვადასხვა საშუალებები და ეს სხვადასხვა მეთოდებიც ვნახეთ, მარშებით, რომელიც ძალიან კარგად ხმაურით, მარშებით და მსახიობების ის პერფორმანსი, რაც ჰქონდათ, მანიფესტი გამოაცოცხლა და ის განცხადება, რომ რეგიონებშიც გავლენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, მსახიობების როლია ამ პროტესტში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ვინაიდან ნდობა მათ მიმართ, სიყვარული მათ მიმართ საზოგადოებას აქვს და მოძრავი მანიფესტია, რაც დაანონსდა და ეს არის ძალიან კარგი. ასევე გაფიცვა, რომელიც პირველად საცდელი გაფიცვა იყო და ძალიან კარგად იმუშავა. საქართველოს ისტორიაში გაფიცვა არ მომხდარა და ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით კიდევ მუშაობს და კიდევ უნდა იყოს გაფიცვა, განსაკუთრებით იუსტიციის სახლს ეხება ეს ამბავი, სრული პარალიზება მოხდება ამ სისტემის. ამიტომ ამ გაფიცვაზე არის მნიშვნელოვანი დიდწილად ევროპაში, როდესაც ხდება პროტესტი, ერთი გაფიცვით შეუძლიათ ხელში ჩაიგდო მთელი ქვეყანა და ქალაქი. ანუ ეს მუშაობს. საერთოდ არ არის და გიორგი დავამატებ აი პატარ-პატარა სიხარულებთან და ასე ვთქვათ, კარგი რაც გააკეთდა ამ პერიოდში, პროფესიულ კავშირებზე უნდა ვთქვათ, ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ამაზე ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი პროფესიული კავშირი ჩამოყალიბდა, შეიქმნა, რომელმაც რეალურად ძალიან ბევრი რამე გააკეთა და აი გაფიცვას, როდესაც აცხადებდა, როდესაც იცი, რომ ეს პროფესიული კავშირები არსებობს, კიდე სხვა ზურგი გაქვს და სხვა გამბედაობა, რომელიც ესეც ინერგება პარალელურად. ეს კულტურა მკვიდრდება ამ პროტესტმა და ამ ამბებმა, ბევრი რამე შეცვალა საზოგადოებაში და ბევრად უფრო სტრუქტურირებული გახდა საზოგადოება, რასაც მანამდე ვერ ხედავდით. ეს ძალიან კარგია და ამ მიმართულებითაც სწორად ვითარდება. ქუჩის გადაკეტვას რაც შეეხება, ერთ-ერთი მეთოდი არის, ბევრი მეთოდი შეიძლება გამოიყენო, თუ მაგისტრალის გადაკეტვა, კი ბატონო. დამოკიდებულია იმ აქტივისტებზე, ვინც წინა ხაზზე დგანან და ბევრს აკეთებენ. ჩვენ ნაწილს ვაკეთებთ და ეს არაღიარების პოლიტიკის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რასაც მივახციეთ, სანქციებს, რასაც მივახციეთ. ნებისმიერი ფორმა, რომელიც გამოაცოცხლებს პროტესტს, ნებისმიერი ფორმა, რომელიც ქართულ ოცნებას აიძულებს თავდაცვის ნაწილში გადავიდეს და მათ კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვას, არის გამართლებული. ჩვენ არ ვართ სიტუაციაში, რომ რაღაცაზე უკანონო დავიხიოთ ან რაღაცა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ამის იქით არის რუსეთი. რუსული ჭაობი, რაც არავის არ უნდა და ამ ქვეყნის ისტორიაში არასდროს არავის არ სდომებია რუსეთი. ამიტომ და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც წინ გველოდება, ამ ყველაფერს მოყვება ეკონომიკური კრიზისი და ის საზოგადოება, ვინც დღეს კიდევ ორჭოფობს, უნდა შეუერთდეს თუ არა აქციას, ან ის საჯარო მოხელი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს, რომ ქართულ ოცნებას გვერდით დაუდგეს, ამ ბიზნესი, რომელიც ამ სისტემას ამაგრებს, ისინი დაზარალდებიან, ძალიან დაზარალდებიან ამ ეკონომიკური კრიზისის გამო, რაც წინ ველოდება და სანამ დრო აქვთ, მე მგონია, რომ მათ შეუძლიათ ეს დრო გამოიყენონ იმისთვის, რომ თავის ქვეყნის სამსახურში დადგნენ ნამდვილად, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ დგას ამ ქვეყნის სამსახურში, დგას პუტინის რეჟიმის სამსახურში. და აუცილებლად დავამატებ, სანდრო, ერთსაც ჩემი სურვილი არის ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცნაირად მოხერხდეს და თანამშრომლობა უფრო მეტი იყოს საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის. მე არ ვამბობ სიტყვა ლიდერებს აღარ ვახსენებ, იმიტომ რომ რაღაცა ფობიად ჩამოყალიბდა ეს სიტყვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ამ ლიდერებს მე იმედები გაუცრუეს ქართულ ხალხს და ამიტომ ცოტა უკვე შიშის ზარის ესეც პროპაგანდის ნაწილია შეიძლება არ ვიცი ახლა მე ამ სიღრმეებში ვერ შევა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია რომელიც ძალიან ბევრ რამეს აკეთებს დღეს და შეიძლება ეს მეტნაკლებად არ ჩანს მაგრამ ისინი ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ მთელ ამ პროცესში ჩემი სურვილი არის რომ თანამშრომლობა უფრო მეტად მოხდეს საზოგადოებასთან და სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ დღეს 10 საათზე ცისფერ გალერეის წინ საჯარო დისკუსია არის დაგეგმილი პოლიტიკოსებთან სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსები რამოდენიმე
რამდენიმე ადამიანი იქნება შეხვდებიან, ასე ვთქვათ, საზოგადოებას და აი შეკითხვები, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, დაუსვამენ ამ, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს და რაღაცნაირად მოხდება საუბარი, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა, მაგრამ ბექასაც და ორი სიტყვით თუ გქონდა რამე სათქმელი ამ პროტესტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხო, გაფიცვები არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს კულტურა და ეხლა იყო პირველი ტესტი. მე ვფიქრობ, რომ აი კრიზისის შემდეგ ფაზებზე და იქნება ახალი ფაზები კრიზისის, მე ვფიქრობ, ეს ავტომატურად მოხდება, რომ ახალ-ახალი ჯგუფები მზად იქნებიან ამაზე წავიდნენ. ერთი. მეორე, ძალიან კარგი იყო და უფრო ინტენსიური გახდეს აი ეს მოსამართლეები, რომ საქეიფოთ მივიდნენ და პირადი დისკომფორტები უნდა შეექმნათ. აუცილებლად უნდა შეექმნათ პირადი დისკომფორტები და ახლა ვინც მისმენს ხო თქვენ გარშემო მეგობრებო, ვინც პროტესტში ხარ ჩამული, თქვენ გარშემო არიან, თქვათ, უბანში, სამსახურში, სანაძეში, სადღაც ადამიანები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. ხო, ანუ ყველა ვიცნობთ, ესეთები ყავს გარშემო, ნუ აფარებთ ხელს და ანუ ჩვენ, აი მე ესეთ რაღაცა ვთქვი, რომ ისინი გვირტყამენ, იმიტომ რომ პოლიცია იმათია, ისინი გვიჭერენ, იმიტომ რომ მუდრუსიძე იმათია, ისინი პადიესთან ხვდებიან, იმიტომ რომ ტეტუშკები იმათია, ჩვენ ესენი არც ერთი არ შეგვიძლია. რაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ხმამაღლა ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ცუდი ხალხი. კანონის ფარგლებში ოღონდ, ესეც ვთქვათ აუცილებლად, რომ ჩვენ უნდა კანონიერად ცუდი ხალხი რატო შეიძლება უკანონო იყოს ახლა, ეგრო ცუდი ხალხი ხართ. თქვენ ხართ ცუდი ხალხი, ჩვენ თქვენ ხელს არ ჩამოგართმევთ და თქვენ გააკეთეთ ეს. ხო, ანუ ეხლა მე რო ხო სოციალური იზოლაცია ზუსტად. ანუ მე რო ახლა ივანიშვილზე რამეს ვლაპარაკობ, ეს ახლა პრობლემა კი არ არის, მაგრამ აი როცა ისეთ ადამიანზე ვლაპარაკობ, ვინც ჩემთან ერთად ელის რომ ქორწილში და გასვენებაში იყოს და იქ რო აღარ მოესწავლება, აი ეს არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა გაკეთდეს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ აი საჯარო მოხელეებმა აი კანონის შეცვალეს, სადაც დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები გადაიყვანეს ხელშეკრულებას. ანუ ნებისმიერი ახალი მინისტრი რომ მოვა, შეუძლია ეს ხელთათმანივით მოიცვალოს ეს დეპარტამენტის უფროსი და გადააგდოს. ამ დეპარტამენტის უფროსებს და მოადგილეებს დაავალებენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ამ თავის თანამშრომლების წნეხს. თორე ამას გიზავთ, იმას გიზავთ. მეგობრებო, ამას გაგაკეთებინებენ და მერე მოვა ახალი მინისტრი და სახელ გაფუჭებული გამოგაგდებენ მაქედან. და ყველა თქვენ თანამშრომლებს ეცოდინება მათ რა გაუკეთეთ. კარგიც ეცოდინება და ცუდიც ეცოდინება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენი თავის წინაშე, ქვეყნის წინაშე, სინდისის წინაშე შეინარჩუნოთ წესიერება და არ გააკეთოთ, არ შეასრულოთ უკანონო დავალებები თქვენს დაქვემდებარებული ხალხის წინააღმდეგ. ხო? და ვფიქრობ, რომ აი ეს რაღაცა კომბინირებული მოქმედებები ნაბიჯ ანახებს აი მომავალში ვისაც შეიძლება რომ დანაშაული ჩაადენინონ იმას რომ ანუ არ მინდა მე აი ესეთი დისკომფორტი შემექმნას, რაც შეექმნა კონკრეტული პოლიციის უფროს, კონკრეტული სამსახურის უფროს, კონკრეტულ მოსამართლეს, ხო? ანუ ამითი ჩვენ შევბოჭავთ გარკვეულწილად სისტემის ხელებს და უფრო მეტის გაკეთება შემდეგ იქნება კრიზისის შემდეგ ფაზებზე იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ აი მაგალითად რო ავიღოთ რუსული კანონი. აი რუსული კანონი როგორ უნდა ამოქმედონ, ხო? ანუ სამართლის საბაზისო პრინციპი რომ თუ მას საზოგადოების 90% არ იღებს, ნახევარზე მეტი არ იღებს, კანონი არ ყურადღებული და ვერ მუშაობს. ანუ აქ ვისაც ეხებოდა ეს კანონი, რეალურად ვისაც ეხებოდა დიდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამხალხო საზოგადოების წარმომადგენლებს, ფაქტობრივად არავინ არ დარეგისტრირდა. ანუ მე რეს რო გადავხედე, ერთი ორგანიზაცია ვერ ვიცანი ვინ არიან ის. ხო? ხო და კონგოები იქნებოდნენ ძირითადად ყველა. ხო და
შესაბამისად, ანუ ამათ რომ ამოქმედონ ეს სრული კანონი, უნდა შევიდნენ რაღაცა ნიღბიანი ტიპებით, ამოიღონ ეს კომპიუტერულიდან მეხსიერება ამოიღონ და ეს რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა უნდა შევიდნენ. თითეულია თან რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაში არიან შესასვლელები ესე და თითეული ესეთი წარმოიდგინეთ ახლა რამხელა რაღაცას გამოიწვევს. ამიტომ ესენი ხელებგაკავებულები არიან. ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის რომ ცემით დაგშალონ. ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის რომ დაშინებით დაგშალონ. ეს მესიჯი ხო ჩვენ გავუშვით უკვე რომ პირიქით ცემა დაშინებას კი არ იწვევს, იწვევს ბრას. ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ ეშინოდეთ ჩვენ. საინტერესო საუბრისთვის წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავავთ და რეკლამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ საჯარო მოხელეებზე, რომელსაც ათავისუფლებენ სამსახურიდან და ცდილობენ რომ დამოუკიდებელი პროფკავშირები ჩამოაყალიბონ გიგას უფრომაზე ყოყოლებას, თუმცა ამიტომ დაგვავალთ.